საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებისთვის შეხვედრა მოეწყო. ვეტერანები ერთად შეიკრიბნენ და ომის მძიმე წლები გაიხსენეს. გვიხარია რომ მოესწარით ამაის. გვინდა კიდევ დავესწროთ რომ რამდენიმეს. რაც გავიხსენე გასახსენებელი ვერი ვაქვს. ასაკი მოგვერია. 92 როგორ დასათვლელია. Nereye göre kamiyeliyor şilo. Raga onda gevşeno. Nereye deviceri. Sağın kaboşayım. Pekit mi matriyes? Pekit. Sağın kaboşayım. Raga miliyodi. Kümam çakmersan nerede? Şişe sırayla. Tamam kamatavi şurada tamam. არტემ ტოროშელიძე ოსეთის მოსაზღვრე ქართულ სოფელში ცხოვრობს. დარდობს, რომ ტერიტორიებს ქართული მხარე ყოველდღე კარგავს. ოსეთის საზღვარზე ვარ. არ გუშვენ არს ნაკვეთები წავართვეს ახლა. ეს არის ძალიან კეთილი პიროვნება, კეთილი კაცი. რამდენი წლის ბრძანდებით? 24-იანი ვარ. საჩხერის მუნიციპალიტეტი არასდროს ტოვებს უყურადღებოდ 9 მაისს და ომგამოვლილ ომის ვეტერანებს. მათთვის 9 მაისი მეორე დაბადების დღეა, აღნიშნა სოციალური სამსახურის თანამშრომელმა. კონკრეტულად ხედავთ ფაქტობრივად სახეს ამათთვის ეს მეორე დაბადების დღეა, ისე გამარჯვების დღეს აღნიშნა. ჩვენ მუნიციპალიტეტში ყოველ წელიწად ასეთი საზეიმო განწყობა გვაქვს. საბანკეტო სუფრა კონცერტი ულოცავთ. ყველა ჩემი უფროსი მეგობარია პირადად და ყველა ჩვენთან გადის. ვეტერანები და ხელისუფლების წარმომადგენლები ერთობლივად გაემართნენ მემორიალური დაფისკენ და ის ყვავილებით შეამკეს. მაისი 68 წლის შემდეგ თითეული ქართველისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ეს ზუსტად 68 წლის წინ იყო. დღევანდელი დღე 9 მაისი ეს არის ისტორიულად დიდი დღე, დიდი გამარჯვების დღე. ამ დროს მრავალმა ქართველმა მებრძოლმა შავი ჭირისაგან, უпростоრად ყავისფერი ჭირისაგან გაათავისუფლა მთელი მსოფლიო. საჩხერეში 49 ვეტერანია, აქედან 3 ქალბატონი. საკრებულოს თავმჯდომარე ყველა მათგანს იცნობს, იცის მათი პირადი ისტორიები და იამაყება, რომ ისინი მისი თანაქალაქელები არიან. აღინიშნება ფაშისტთა გამარჯვების 68 წლისთავი. მე მინდა მიულოცო ყველას დღევანდელი დღე, განსაკუთრებით ჩვენს ვეტერანებს. საჩხერეში ყავს 49 ვეტერანი, მათ შორის 3 ქალბატონი. მე ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისინი ყოჩაღად ხნეთ გამოიყურებიან, ახალგაზრდული შემართებით არიან. და მინდა ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა ჩვენს გასამხნევებლად თავიანთი გმირობისათვის მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა, რომ ფაშიზმისაგან იხსნეს სამყარო. რუფა ღონღაძე ომის დროს სამხედრო სანიტარულ მატარებელზე მუშაობდა. ომის წლები მასაც მძიმედ ახსენდება. აი როსტოვიდან სტალინგრადამდე ხდა, იქ ერთი გზა, ეს პრაგონი იყო და იქ იყო 20 მაშინ პირდაპირ მიდიოდნენ გერმანელები სტალინგრადისკენ ახლა და დაბომბეს ეს 20 სანიტარული მოწრებელი დაიცვა. და ერთი მოწრებელი იყო ჩვენი მეგობარი და ისინი გამოვიდნენ ადამიანს კაცოიკა ვინც იყო დაშლები. სუკოლას კონდა ჩიები. სუგამსებული იყო ჩიები მაშინ ჩიებებში. მაგრამ ეს ჩიები ახლა თავისი როლით ითამაშა. ეს რა ქვია, რაც იყო ჩირკი. იმათ სულში ჩამეს ეს ჩირკი და ისე სუფთა იყო, კოლაჩილობა სუფთა იყო. ხის ბოლოს ვეტერანების სადღესასწაულო ვახშამზე მიიწვიეს, სადაც ქართული ცეკვა და სიმღერა ჟღერდა.